მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის გადაცემა ლეგენდები არ კვდებიან. დღეს მყავს პირდაპირ მნიშვნელობით სტუმარი საქართველოს ბულბული თემურ თათალაშვილი. როგორ ახართ? სალამი, კარგად, ავადებული გითხრით. მადლობა, დიდი მადლობა რომ მობრძანდი და მეწვიე გადაცემაში. აიხარე გისურვებთ წარმატებებს. მადლობა და ვფიქრობ რომ ზუსტი რეგალიაა რა. ლეგენდები არ კვდებიან რომ ესეთი ადამიანები მოდიან ჩემთან სტუმრად. აიხარე. მომიყევი ახლა სიახლეებზე. რასაკეთებ, როგორ ახარ, საით ახარ? ვარ თბილისში აქტიურად. სიახლე ისეთი რა გითხრა, ახლა რამოდენიმე ხნის ჩავწერე თეატრალურის კვარტეტთან ერთად ცირაბზიშვილის ერთი სიმღერა. ეხლა ჩავწერე ერთი კვირის უკან დაახლოებით გია მაჭარაშვილის ძალიან ძველი სიმღერა, რომელსაც თეატრონის პერიოდის სიმღერა არის, თოვლიანი ღამე. აჰა. და რო დაურეკე გიას, მოდი ჩავწეროთ მეთქი. აუტყდა ისტერიული სიცილი, საიდან გახსოვს ეგ სიმღერაო და მიყვარს ბავშვობიდან, ესე იგი რო ვიყავი მაგათთან ასებში, იქიდან სულ მომწონდა ეს სიმღერა და ავისრული ოცნება მოკლედ რა. რაღაცები არის საომალოდ რუსა მურჩილაძის ორი სიმღერა კიდე ჩასაწერი და შემდეგ. ძალიან კარგი. აი წეგან ახსენე ბავშვობიდან მომწონდაო. როგორ ფიქრობ ბავშვობა სად თავდება რა ეტაპზე? სცენამშენ არ დაამთავრებ, ის არ დამთავრდება. და ხშირად მithქვავს ზოგჯერ ისე ვიქცევი ხოლმე, თქვა ჩემ შვილებთან ერთად ან ჩემ შვილთან რაღაცა რომ მე დავფიქრებულ ვარ რაღაც ამ ბავშვობაში ხო არ გადავარდია. მაგრამ სანდი შენ ხარ ხალისიანი, ის ბავშვობაც შენთან ერთად არის. ხო, მე ვფიქრობ რომ ეს ბავშვი ჩვენში არ უნდა ჩავყოთ. არა, რა თქმა უნდა. როგორც ჩაგდება, მაშინ უკვე შენც თავისი ხალისეები მოსდევს იმ ყველაფერს. და ბარა. ის დღე თუ გახსოვს მაგალითად რომ მივხვდი რომ უკვე აი პოპულარული იყავი და რომ გამოხვედი გარეთ და ფოტოებს იღებდნენ, გესალმებოდნენ. არ მახსოვს ხოდაშორის, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან დიდი ხნისი. მე მოკლედ ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისე რომ ძალიან ადრეულ ასაკში მოხვდი მე საკმაოდ ცნობილ კოლექტივებში და ამის გამო ესე შეიძლება იყოს აი რამოდენიმე ხელზე ჩამოსათვლელი ადამიანი, თქვა მზიურელები, თქვა აი მერაბიც ახალგაზრდა იყო და ნუ მე ვიყავი აი 17 წლის ვიყავი რო უკვე მღეროდი თეატრონში, 19 წლის ვიყავი მღეროდი არა 16 წლის თეატრონში 17 წლის ვიყავი ანსამბლ 75-ში და 19 წლის უკვე ივერიაში ვიყავი და ხა ივერიის მაღლა უკვე აღარ არსებობდა არაფერი საქართველოში და ამიტომ აი მართლა იგივე აღარც მახსოვს ეგ პერიოდი რო გამოვედი და რო ვიყავი უკვე პოპულარული და ცნობილი. აი ამ პერიოდებს როგორ გაიხსენდი მაგალითად ახლა ლათესი არ მყავს ხო კურიოზები და რაღაც, მაგრამ აი რაღაც ხო იყო რაღაც სიტუაციები რაც გადახდენილი ქონათ იმ დროს მაგალითად რაღაცები ჩავარდებოდა და მე გამოსწორებისკენ იყვნენ რაღაცა ეს. კურიოზი, ცუდი კურიოზები თუ რაღაც? არა, საერთოდ ზოგადად რომ ახლა ივერია მთლიანად კურიოზი იყო მაგათ, იმიტომ რომ ყველა სპექტაკლს ვთამაშობდით სხვადასხვანაირად, აბსოლუტურად რეჟისორი ხო დადგავდა. დაახლოებით ერთ კვირის მერე უკვე ჩვენ რასაც გვინდა და იმას ვაკეთებთ. და ერთ ისტორიას გავიხსენებ. თოვლის ვებოს ზღაპარი არის სპექტაკლი. ნუ მე ვიყავი იქ სასიძო გელოდი. ამ აღმოჩნდა რომ ნუგზარ კვაშალი გახდა ავად, რომელიც მამაჩემს თამაშობდა და ბასილაიმ თქვა შენ უნდა იმღერო ნუგზარის სიმღერა, იმიტომ რომ ისეთი სიმღერა იყო, იმას ვერ ამოიღებდი სპექტაკლიდან. აი ჩემი დედა და მამა მღეროდნენ, გახსოვს ალბათ, მე ასეთი ცხოვრება, მეტი აღარ შემიძლია. ეს პერიოდია, როდესაც თმები მაქვს ცოტა მოგრძოთ და ბრიოლინს ვისვავ თავზე. მოკლედ პირველი განყოფილება სპექტაკლის ამ სიმღერით თავდებოდა. და ესე ლილი ზღვაური მიჭერდა ესე მხრებიდან და ესე მაგდებდა კიბეზე. და თავზე პაწაწინარქები, პატარა რქებუნები, ლამაზები, კარგები და ხელზე ბრიოლინი ხო გაზარდიოდა. თავდებოდა ეს პირველი განყოფილება, გავდიოდით კულისებში და გამოდიოდა ლილი და შეჭირა ხოლმე ხელები, ბუტყოს რაღაცას კონი უსვია, ვერ გავიგე კონი რას უსვია, ვერ ხვდებოდა საიდან უცხიმიანდებოდა ხელები, იმიტომ რომ სხვა ჟურის ერთადერთი, აი შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ანსამბლის წევრი იყო ლილი, რომელიც როგორც უდგავდა რეჟისორი, ისე თამაშობდა 500 სპექტაკლს.
ფრიადოსანი მსახიობი. ფრიადოსანი იყო მსახიობი ლილი. დანარჩენი ჩვენ ყველა ურევდით ხოლმე ყველაფერს. და იმდენად როლში შედიოდა მოგეთ ლილი რომ ვერც ხვდებოდა რომ ის თმები მქონდა ბრიოლინიანი რომ დამაგდებდა და დამიწყებდა თავზე ხონი სად არის ხო? ხო და ანუ ასეთი ძალიან ბევრი მაგალითი იყო. თემო პოპულარობისთვის რაზე შეიძლება წავიდეს ადამიანი როგორ ფიქრობ? და ყველაფერზე შეიძლება თუ არა რომ წავიდეს. თორნიკე ბევრი რაღაცაც არ გამიკეთებია რომ უფრო პოპულარული ყოფილიყო ისე რომ მე მაგ კითხვაზე პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემ. ალბათ ღმერთმა უნდა ზემოდან დაგაბერტყოს რომ შენ რო გაიზრდები შენ იქნები ეს თორე რაზე წახვალ მილიონი რაღაცას აკეთებენ მაგრამ მაინც არ გამოზიდ ის არის წამიერი რაღაცა ხო დღეს TikTok-ზე ერთ გაიჟღერებენ და ხო არა წამიერია და მორჩა არ უნდა იყო მოდური მომღერალი უნდა იყო ალბათ უფრო საყვარელი მომღერალი მოდური როა როგორც შორტი გადავა მოდიდან და ბოტასი აი ესე გადახვალ ან შეიძლება 20 წელიწადში ერთხელ მოგისმივა მე ხო როგორც მოდა ბრუნდება ხო და ერთ ისეთ თემას მინდა შევხვდე ციხემ რა გარდატეხა მოახდი და მაგალითად როგორ შეაფასებდი იქამდე და იმის შემდეგ იმიტომ რომ ხდება ძალიან სერიოზული გარდატეხა მე ხა დეტალებში არ შევდივარ იმიტომ რომ ბევრგან გაქვს ნალაპარაკები მაგრამ აი პიროვნული ცვლილებები რამე თუ მოახდინა შენში ნუ ჯერდი გავფილტრე ძალიან ბევრი ხალხი ეგ მოხდა გავიგე ვინ იყო ჩემთვის კარგი და ვინ იყო ცუდი მე მახსოვს ყველა აი თითოეული ადამიანი მახსოვს ვინ მოდიოდა სასამართლოზე ვინ არ მოდიოდა რო გამოვიცი ხიდან ითხრეს ვინ რა თქვა ვინ რა არ თქვა ეს ყველაფერი მე კარგად მახსოვს ძალიან რავი შეიცვალა რა შემცვალა ციხემ აი რა უფრო დავჭკვიან ერთგვარი გამოცდილება არის ხო აი ყველაზე მეტად რასთან ცხოვრებაში აი იმ პერიოდს რომ წამალს ვიკეთებთ. მეტი არ პირველ მაგსანანებელი. მაგრამ თავარია რომ ჯამთელად და კარგად ხარ და მოიშორე და ეგ პერიოდები აყადანებს. ეგ კარგია. რისი გეშინია ყველაზე მეტად? სიბერის. მართლა მეშინია სიბერის. ცირადო აი რომ უყურებ ხოლმე ჩემ შვილიშვილებს მინდა რომ მეტი რაღაცა გაუკეთო, მეტი რაღაცა დაუტოვო. ხო. ეგ აი მეტი მოვასწრო რომ მათ გაუკეთო ეს ყველაფერი. აი მაგის მეშინი. და ძალიან ბევრ რისკებზე მივდივარ რა ეს ბოლო პერიოდი სხვადასხვის რა რომ აი მეტი მოვახერხო რომ დაუტოვო ამათ. რისკები რას ვამბობ რომ აი ბათუმში ბინას წავეპოტინე კრედიტით, თბილისშიც კრედიტით ბინას ყველაფერი მაგ იპოთეკაში წარმოვიდგინე. ბევრს ალბათ გონია მეტი წელი საქართველოს. ხო, როგორც ყოველ ბევრს გონია რომ დალხენიო გამ. აი ესე ამას რატო ვაკეთებ, რომ აი ვითვლი რამდენი წელი დამჭა იქ, სახტელი რამდენი იქ, რომ ხო მოვასწრებ, რომ ბავშვებს დარჩეს. აი ცოტა ვიღაცა შეიძლება გაეცინოს, მაგრამ მართლა მაგას ვფიქრობ. მე არაერთხელ მიფიქრია მაგაზე. მილიონერი უნდა იყოს საქართველოში ახლა შენი წურის მომღერალი, მაგრამ აბა სამწუხაროდ ხო, მაგრამ მაინც მე აქ მირჩევნია ცხოვრება. ძალიან ბევრს უთქვავს, რომ აუ რატო მოსკოვში არა ხარ, როგორ წამოხვედი და აი არ გენატრება მოსკოვი, არ მენატრება. არ დაიჯერება. 8 წელია ჩამოვედი მე საქართველოში, ხო, 8 წლის წინ დავბრუნდი, როცა უკვე მომეცა საშუალება დაბრუნების. მანამდე ხომ ვერ ჩამოვდიოდი. რომ ჩამოვედი, ისე ჩამოვედი რამოდენიმე ხნით და მივხვდი, რომ აღარ მინდა წასვლა. წამოდავრეკე ჩემს დამლაგებელთან თხოვე რომ ჩამილაგე მეთქი მარტო ხატები და ტანსაცმელი და გამოაგზავნე დანარჩენი მეთქი დაკეტე მეთქი მე ჩემი საკუთარი სახლი მოქვს ბინა მოქვს მოსკოვში ცენტრში ჩამილაგა გამომიგზავნა გადის 4 წელი თუ 5 წელი ჩემი корпуსი დაანგრიეს ააშენეს ახალი корпуსი მომცეს უფრო დიდი ფართი ბინა იგივე ადგილზე თან სხვაგან ცენტრში არ ჩავსულვარ და არ მინახია, იმიტომ რომ არ მაინტერესებს. თუმცა თავისი გამოცდილება ექნებოდა იმ წლებს რაც იქ. არა, ის რა გამოცდილება ქონდა, ის მე ვიყავი იძულებით იქ უბრალოდ. მეტი არაფერი, იძულებული ვიყავი, ყოფილიყავი, თორე ცირა ხა ევროპაში და ამერიკაში ვერ წავიდოდი და ვერ დავიწყებდი იქ მუშაობას, ის აქ ეს რუსეთში მაინც უფრო შემეძლო ღეროდი კიდევაც და ვიყავი სამსართულიანი დიდი რესტორნის დირექტორი და ენაც იცოდი. ხო, და იქ კიდე ხა ევროპაში და ამერიკაში არავინ არ დამხვდებოდა ეგრე ხელგაშლილი. ეგრეა. ყველაზე
ძვირფასი საჩუქარი რა უჩუქებიათ შენთვის? ძვირფასი საჩუქარი მანქანა უჩუქებიათ. ვა. ესე თაყვანისმცემლები რო ხომ ჩუმად არ ამბობი ხომ თუ ესე? არა, ქეთათოფურია მაჩუკა ერთხელ მოსკოვში მანქანა, რო ჩავედი მაშინ. თბილისშიც აქვს მაჩუკარი სამჯერ. როგორია შეყვარებული თემურ თათარაშვილი? და რაზე წასულა სიყვარულისგან? თემური არის ხალისიანი შეყვარებული. ბედნიერი, მე საერთოდ ისტორიები გაქვს სიყვარულის? როგორ მაგებს ვერ აღარ მოუყვები, ხა 60 წლის უნდა გავხდე ლამის და სიყვარულებზე რო დავიწყო ლაპარაკი, ცოტა სასაცილო ვიქნები. უბრალოდ ვარ ყოველთვის ამ ბედნიერი ხალისიანი სიმღერა, გართობა, ისეთი ვარ რა. მოკლედ, კარგი. სამომავლოდ რას ფიქრობ? გამითხრება საქართველოში ხარ, ეს გასაგებია და კიდე ალბათ ახალი სიმღერები, ახალი კლიპები. ხო, მხოლოდ საქართველოში მეტი სხვაგან არსად განვითარება ხა გასტროლი როგორ არა რა თქმა უნდა. წავალ, ჩამოვალ და ღმერთმა არქნასო დამიმთავრდეს ეს პერიოდი, მაგრამ აი სუსადმე წავიდე და იქ გავაგრძელო, ეგ გამორიცხულია. და რომ ჩემთვის აი ეს სუდი დაარქვი, კარგი დაარქვი, მირჩევნია იქაურ ოქროს. მეგობრობა რა არის შენთვის და როგორ ფასდება? ეგ უნდა კითხო შენს მეგობრებს. აი, ვიყავით რუსთავიორზე იყო, ჩემი ბენეფისი გააკეთეს. მაიეჯაბო მილაპარაკა ძალიან კარგად ხოდა შორისო, თემური ვარიო, კაი შვილი, კაი მამაო, კაი მეგობარიო და თემურო გავიგებო, რომ თემური არის იმ პაესტკაში, სადაც მივდივართო, მიხარია იმდენ, რომ ვიცი, რომ გვერდში მეყოლება მე მეგობარიო. აი, ესეთი ვარ. ოქროს სიტყვები. წარმატების ფორმულა რა არის ადამიანისთვის? არ უნდა იყოს ზარმაც და წარმატებული ექნება, უნდა იყოს პროფხიანი ისეთი და იცი აი ეს დამახასიათებელი თვისება ეს ფხობა როგორც ქართველები ვიძახით თბილისლებს ნაკლებად გვაქვს ო დაახლოებით ხტები რასაც ამობ აი ეგეთი უნდა იყოს და არაფერი არ უნდა დაიზარო რაღაცა და წარმატებულიც იქნება მე ძალიან ზარმაცი ვარ მე თუ არ მითხარი 10 არა ვარ გამკეთებელი ამბობენ რომ ნიჭიერი ხალხი ზარმაცები არიან მოსა. ხო, მაგრამ ამ ნიჭიერ ხალხს კიდე ისო კონდეს რომ ზარმაცი არ იყოს, ხო უკეთესი იქნება რა. ხო, რა თქმა უნდა, ხა მეც ხა ამდენ რამეს ვარ მოდებული სიმღერა, გადაღებები, ყველაფერი და ყველას თავის პროდიუსერი უნდა ყავდეს და უგვარებდეს ამ ყველაფერს ზოგადად, მაგრამ ჩვენ თორე გვიწევს ყველაფერს მოგვარება. ცხოვრებაში არ ყოლია პროდიუსერი. ხო, და მაგას ჩვენ თორე გვიწევს ყველაფერს მოგვარება, ცოტა ის არის რა. ძნელია. მაგით აღარ შეწეღა რომ შეიძლება ჰოლივუდში ან სადმე რო ვიყოთ მილიონერები ვიქნებოდით, მაგრამ რამდენსაც ჩაიჭობთ და ვაკეთებთ ასე ვთქვათ. მაგრამ აქ რაც არის ეს აი მთავარია ჩვენ ცოტა თუ ბევრია ჩვენია და კი ბატონო. გვერგება კარგად და ლამაზად. კი ბატონო. თემო მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო რომ მეწვიე გადაცემაში. აი ჩემი ხელი.